სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არს ღმერთი წყალობა ღვთისა და მადლი ღვთისა ხვარავდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს დღეს არის ხსენება დავით მეფისა წინასწარმეტ ყველისა წმინდისა იოსებისა და მწინველისა და მოციქულისა იაკობისა დღეს კიდევ ერთხელ უნდა ჩაუღრმავდეთ ჩვენს ცხოვრებას ჩვენ უნდა შევიცნოთ მართალია ძალიან ძნელია თავის შეცნობა მაგრამ ჩვენ უნდა შევიცნოთ თავი ჩვენი ჩვენ ვიწყებთ შეცნობას სხვა ადამიანიდან სხვა ადამიანის შეცნობას და ჩვენ უნდა შევიცნოთ ჩვენი თავი ადამიანი რომელიც შეიცნობს თავის თავს ის აღარ განიკითხავს სხვას ამიტომაა რომ წმინდა მამა ეფრემასური ამბობს ეუფალო მომანიჭებე განცდა ითვისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩემისა როგორი ძნელი ყოფილა შეცნობა თავისათვისისა მაგრამ ეს აუცილებელია მეფე დავითი თქვენიცით იყო მწყემსი და განგებამა ღვთისამან აღიყვანა იგი მეფის ტახტზე 40 წელი იყო მეფე მრავალი განსაცდელი შეხვდა მას ცოდვას ჩაედინა მაგრამ იმდენად დიდი იყო მისი სინანული მისი მონანიება რომ დავით მეფე გახდა საყვარელი ღვთისა და შევთხოვთ უფალს რომ ყოველი ჩვენთაგანი იყო საყვარელი ღვთისა და ღმერთმა მოღწეს ჩვენ განცდა ითვისა ცოდვათა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა ეს ერთადერთი გზა არის ცხოვრებისა დავით მეფე არის სიმბოლო ბრძოლისა და გამარჯვებისა თქვენ იცით რომ მას ჰქონდა ბრძოლა გოლიათთან ამ უზარმაზარ კაცთან მაგრამ გოლიათის მხარეს იყო ჯარი და ძალა ფიზიკური ძალა ებრაელების მხარეს იყო სიმართლე და მადლი ღვთისა და დავითმა გაიმარჯვა ეს არის სიმბოლო საქართველოსი მრავალი განსაცდელი ხონია საქართველოს მაგრამ
გადარჩა საქართველო და გადარჩება მომავალშიც. გადარჩება და გამარჯვებული იქნება საქართველო მადლით ღვთისათა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა გამარჯვებული გამყოფოთ აცდა მარადის. ჩვენ გქონდა პარაკლისი ბავშვებისათვის, ჩვენი ახალგაზრდა თაობისათვის, ჩვენ ვლოცავდით სიონში თუ გახსოვთ. მე მინდა რომ აღდგეს ეს წესი. დღეს განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს გაძლიერებული ლოცვა და დალოცვა. აი ამიტომ ყოველ ორშაბათს შესრულდება პარაკლისი და დალოცვა იქნება ბავშვების. ლოცვა დაიწყება 4 საათზე და პარაკლისი დაიწყება 5 საათზე. 5 საათისთვის უნდა მობრძანდეთ თქვენი ბავშვებით და მე თვითონ შევასრულებ პარაკლისს. იქნება წმინდა ნაწილები, მადლიანი, მადლის ქვა დავით გარეჯელისა და სხვა წმინდა ნაწილები. ასე რომ მადლი ღვთისა არ მოგაკლოთ მამაზე ციერმა. დღეს დავლოცავთ შემდეგ გვარებს. მისირელები, ხუხუები, კირვალიძეები, აშალძეები და ბუღრიძეები. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ, გაგაძლიეროთ, სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. დღეს ჩვენ ვაჯილდოვებთ ჩვენ სამღვდელოებას. არქიმანდრიტი იოანე სილაგაძე დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს გერმანიაში მსახურობს. დეკანოზი დავით ჯიშკარიანი დაჯილდოებულია გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით. აქსიოს ღმერთმა დაგლოცოთ ჩვენთან არს